ამჯერად მინდა ისეთი აქტუალური სამედიცინო პრობლემის შესახებ გესაუბროთ, რასაც სინუსიტები, ანუ ცხვირისა და მისი დანამატი წიაღების ინფექციურ ანთებითი დაავადება ეწოდება. პრობლემა, რომელიც არაერთ ადამიანს უქმნის სერიოზულ უხერხულობას პერიოდულად, თუ ის ქრონიკული ფორმითაა წარმოდგენილი. არც თუ იშვიათად კი უმწოვესი გამოვლინებებით ხასიათდება და თავის არეში ძლიერი ტკივილებით, ცხვირიდან ჩირქოვანი გამონადენით, სუნთქვის გაძნელებითა თუ ყნოსვის დაკარგვით გამოიხატება. ვფიქრობ, ჩვენი სიუჟეტი განსაკუთრებით იმ ადამიანებს დააინტერესებთ, ვისაც აღნიშნული პრობლემები აწუხებს, ვინაიდან ამჯერად ჩვენი საუბრის თემა სინუსიტების მკურნალობის უაღრესად ეფექტური, იმავდროულად კი მარტივი ხელმისაწვდომი და რაც ამ შემთხვევაში განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, უმტკივნეულო მეთოდი იქნება. ინოვაციური გამოგონება YAMIC სინუს კათეტერი, ანუ ჰაიმურიტისა თუ ფრონტიტის მკურნალობა ოპერაციული ჩარევის გარეშე. ეს რეალობაა და საბედნიეროდ დღეს უკვე სხვა ქვეყნებთან ერთად ქართული რეალობაც. ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა სინუსიტები იქნება. დაავადება, რომელიც საზოგადოებაში უმთავრესად ჰაიმურიტის და ფრონტიტის სახელითაა ცნობილი. თუმცა რეალურად ტერმინ სინუსიტის ქვეშ ცხვირის რამოდენიმე დანამატი წიაღის ანთება მოიაზრება. კერძოდ, ტერმინი სინუსიტის ქვეშ იგულისხმება ცხვირისა და მისი დანამატი წიაღების ანთებითი პროცესები. დასაკვირველია, საზოგადოებაში უფრო ცნობილი არის გაიმორიტი, მაგრამ გაიმორის წიაღის გარდა ადამიანს აქვს სხვა დანამატი წიაღები, როგორიც არის შუბლის წიაღი, ეთმოიდური წიაღი, ჰაიმორის წიაღი, რასაკვირველია, ასევე ძირითადი, ანუ სპენოიდური წიაღი. ცხვირის დანამატი წიაღების ანთებით პროცესებს ქვია სინუსიტები. შეიძლება შეგვხვდეს როგორც ფრონტიტი, ეთმოიდიტი, გაიმორიტი, ასევე სპენოიდიტი, ანუ ძირითადი წიაღის ანთება. ჩვეულებრივ პირობებში ცხვირი და ცხვირის დანამატი წიაღები გამოიმუშავებს 400 მლ სითხეს, რომლის გამოსვლა ხდება წიაღებიდან მათი ბუნებრივი სავალების საშუალებით. ჩამოსული გამონადენი მიგრირებს ცხვირ ხახისკენ და იყლაპება დღე-ღამის განმავლობაში. ასე ხდება, უფრო ზუსტად კი უნდა ხდებოდეს ნორმის ფარგლებში, თუმცა გარკვეული მიზეზების ზემოქმედების შედეგად ნორმა შესაძლოა პათოლოგიამ ჩაანაცვლოს. დაავადების გამომწვევი მთავარი მიზეზი არის ცხვირიდან სუნთქვის გაძნელება. როდესაც ცხვირის ღრუში წარმოიქმნება რაიმე ბლოკი, ეს იქნება გაციება, ცხვირის კიდის გამრუდება. დაავადების მიზეზი შეიძლება იყოს პოლიპოზი, შეიძლება იყოს ადენოიდების გიპერტროფია, ლორწოვანი გარსის შეშუპება, ეგრეთ წოდებული ვაზომოტორული რინიტი. ეს ყველაფერი ახშობს ცხვირის დანამატი წიაღების ბუნებრივ სავალებს და ხელს უშლის წარსებული წარმოქმნილი ლორწოს გადმოსვლას და მის გადასვლას ცხვირიდან ყელის მიმართულებით, ანუ მის გადაყლაპვას ხელს უშლის. დაგროვილი მასა წარმოადგენს კარგ გარემოს ინფექციის გავრცელებისათვის. დაავადების გამომწვევი შეიძლება იყოს როგორც გრამდადებითი, ასევე გრამუარყოფითი ინფექცია, რომელიც თუ კი მოხვდა წიაღებში, ხდება მისი გამრავლება და სწორედ ამ დროს ანთებითი პროცესი იწყება, რასაც შეიძლება მოყვეს თავისთავად ცხადია ჩირქოვანი პროცესიც კი. აღნიშნული ანთების სამკურნალოდ დღესდღეობით მრავალი მეთოდია მოწოდებული. დავიწყოთ მედიკამენტურით, რომელიც ერთმნიშვნელოვნად გულისხმობს თავის თავში ანტიბიოტიკოთერაპიას. დაავადების სამკურნალოდ ვიყენებთ რასაკვირველია ანტიბიოტიკებს, ცხვირის სხვადასხვა წვეთებს. რასაკვირველია ხმარობთ ანტიბიოტიკებს ფართო სპექტრის, რადგან ზემოქმედება მოხდეს როგორც გრამდადებით, ასევე გრამუარყოფით ფლორაზე, რომელიც უფრო ხშირია ზედა სასუნთ გზებში. გარდა ამისა, აუცილებელი არის გამოვიყენოთ ცხვირის სხვადასხვა წვეთები, რომელიც ხელს შეუწყობს ცხვირიდან სუნთქვის გაძნელებას და ბუნებრივად ჩირქის გადმოსვლას ცხვირის დანამატი წიაღებიდან ცხვირის ღრუში. თუმცა გარკვეულ შემთხვევაში შესაძლოა მედიკამენტურმა თერაპიამ შედეგი ვერ გამოიღოს და სწორედ ამ დროს დგება დღის წესრიგში ქირურგიული ჩარევის აუცილებლობა. ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ უამრავ უხერხულობას უქმნის პაციენტს. იმ შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია დრენირება მოხდეს სამკურნალო თერაპიული საშუალებებით მიმართოთ სხვადასხვა ქირურგიულ ჩარევებს, როგორიც არის ცხვირის დანამატი წიაღების პუნქცია. აი სწორედ ამ დროს გვექნება პრობლემა, რადგან პუნქცია შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ ჰაიმორის წიაღის შესვლა მოხდეს ჰაიმორის წიაღში სპეციალური ნემსის საშუალებით, რომელსაც კულიკოვსკის ნემსი ქვია და შესაძლებელია ადვილად დადრენირდეს ჰაიმორის წიაღი. ბევრად უფრო გართულებული არის ეთმოიდური წიაღის დრენირება, შუბლის წიაღში საკმაოდ ინვაზიური მეთოდით, კერძოდ გარეგანი ტრეპანაციის გზით ხდებოდა მიდგომა ადრე, ხოლო სპენოიდური წიაღი პრაქტიკულად მიუდგომელი რჩებოდა და გამოურეცხავ, ისევე როგორც ესე იგი ეთმოიდის წიაღი, როგორც აგიხსენით. ამიტომ შეიქმნა სხვადასხვა მკურნალობის მეთოდები, როგორიც არის ენდოსკოპიური ქირურგიული ჩარევა, რომელიც გვაძლევს საშუალებას ცხვირის ღრუდან მიდგომის საშუალებით მოხდეს ბუნებრივი სავალების გაფართოება და დადრენირება არსებული ანთებითი პროცესის.
მაშასე, თქვენს წინაშეა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ეფექტური სამედიცინო ხელსაწყო YAMIC სინუს კათეტერი, რომელიც ყოველგვარი ოპერაციული ჩარევის გარეშე მნიშვნელოვნად ამარტივებს სინუსიტების მკურნალობას. შემოდგომაზე თბილისში ჩატარდა კონგრესი, რომელზედაც იმყოფებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, მათ შორის იტალიის, გერმანიის და ბრძანდებოდა ბატონი კოზლოვი, რომელიც არის YAMIC-ის კათეტერის შემქმნელი. ეს არის რეზინის მილი, რომელიც გვაძლევს საშუალებას წიაღების დადრენირების. აი მინდა გაჩვენოთ ერთი მაგალითი ამ კათეტერის, რომელიც შექმნა ბატონმა პროფესორმა კოზლოვმა. და როგორც ხედავთ, ეს არის რეზინის მილი, რომლის მოთავსება ცხვირის ღრუში ნაკლებად მტკივნეულია პაციენტისათვის და გვაძლევს საშუალებას მოხდეს დრენირება ინფექციის ყველა დანამატი წიაღებიდან და არა მარტო ერთი რომელიმე მათგანიდან. ეს რეზინის მილი შედგება პატარა ბუშტუკებისგან, ესე იგი სამი სხვადასხვა ბოლოსგან, რომლებსაც გააჩნია რეზინის მილი. პირველ რიგში ვამოწმებთ პროცედურის დროს ხოლმე კათეტერს, რამდენად მუშაობს დასაწყისში, ასევე ვამოწმებთ მის წინა ბოლოს. ეს კაი კათეტერია. კათეტერის მუშაობის პრინციპი აგებულია იმაზე, რომ ცხვირის ღრუში უნდა შევქმნათ ვაკუუმი. ამისთვის კათეტერი თავსდება ცხვირის ღრუშით და ბლოკავს ცხვირის ორივე ნაწილს, მის შესავალ ნაწილს, ასევე ცხვირის ხახისკენ მოთავსებულ ნაწილს. სწორედ აი ამ ორი რეზინის ბურთულის გაბერვის საშუალებით. ამას გაჩვენებთ ნათლად მაგალითზე. ეხლა ვბერავთ ჩვენ იმ ბოლოს, რომელიც მოთავსებულია ცხვირ ხახისკენ, ანუ წარმოვიდგინოთ, რომ ეს იყოს ცხვირ ხახა და ამითი ვბლოკავთ ცხვირ ხახას. ასევე იბერება მეორე ნაწილი, რომელიც ბლოკავს ცხვირის ნესტოებს. და ამდაგვარად იქნება დახურული სივრცე ცხვირის ღრუში. რაც გვაძლევს საშუალებას უმარტივესი მექანიზმით მოხდეს ყველანაირი უმტკივნეულოდ მოხდეს ჩირქოვანი მასების გადმოსროლა ცხვირის დანამატი წიაღებიდან ცხვირის ღრუში და მათი ევაკუაცია. მესამე დაბოლოება აქვს ამ კათეტერს, რომლის საშუალებითაც ხდება უმარტივესად ჩირქოვანი მასების ევაკუაცია. აი ხედავთ ახლა როგორ ჩამოდის ფერადი სითხე, ასე ვთქვათ, პირობითად ცხვირის ღრუში. ივსება ცხვირის ღრუ. პრაქტიკულად აქეთ ამ მხარეზე წიაღები უკვე ჩამოიცალა. და ხედავთ, სქემატურად ხედავთ, გვაქვს საშუალება ვნახოთ, თუ როგორ გადმოდის ეს ჩირქოვანი მასები შპრიცში. ჩვენი ფერადი სითხის სახით. თუმცა YAMIC კათეტერის უნიკალური შესაძლებლობები აქ არ იწურება. მის ერთ-ერთ მნიშვნელოვან უპირატესობას წარმოადგენს ისიც, რომ აღნიშნული კათეტერით შესაძლებელია მედიკამენტების უშუალოდ ანთების კერებში შეყვანა. ამავე კათეტერის საშუალებით გვაქვს საშუალება შევიყვანოთ მედიკამენტები დანამატ წიაღებში. ეხლა სქემატურად გაჩვენებთ თუ როგორ თავსდება ადამიანის ორგანიზმში, უფრო ნათლად რო იყოს, აი ამ სქემაზე გაჩვენებთ, კათეტერი თავსდება ცხვირის ღრუში, თვითონ მოთავსება არ არის მტკივნეული манипуляცია. არ საჭიროებს ანესთეზიას, გაყუჩებას, მით უმეტეს ნარკოს არაფერ ამ დაგვარს. ანუ როგორც ჩვენ სქემაზე იყო ცხვირ ხახის ბოლოში რო გავბერეთ ბუშტი, იბერება ცხვირ ხახის ბოლოში, ასევე მეორე ბუშტი ცხვირის ნესტოში. რაც გვაძლევს საშუალებას შექმნათ დახურული სივრცე, ვაკუუმი და აი თქვენ ხედავთ ამ სქემაზე, თუ როგორ გადმოდის შპრიცის მარტივი მოკაჩვით უკვე შიგთავსი ცხვირის დანამატი წიაღებიდან. იგივე შპრიცის საშუალებით, ან მეორე შპრიცის საშუალებით, რომელშიც მედიკამენტი გვაქვს ხოლმე ჩვენ ჩვეულებრივ, შეგვაქვს ცხვირის დანამატ წიაღებში ეს მედიკამენტი. დიახ, პროფესორ კოზლოვის ეს ინოვაცია საშუალებას იძლევა სრულიად უმტკივნეულოდ, მინიმალური ინვაზიითა და დანახარჯებით, სამაგიეროდ კი მაქსიმალური ეფექტურობით ვუმკურნალოთ სინუსიტებს. ეს მეთოდი ნაკლებად მტკივნეულია პაციენტისათვის, ნაკლებად ინვაზიურია, ვიდრე ცხვირის დანამატი წიაღების პუნქცია, როგორიც არის აი ჰაიმორის წიაღში ნემსით შესვლა, თავისთავად ცხადია და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ გვაძლევს საშუალებას სხვა წიაღებიდანაც მოხდეს ამ მასების ევაკუაცია.
საგულისხმოა, რომ ოტორინოლარინგოლოგების ქართული ოჯახისთვის იამი კათეტერი ჯერ კიდევ წლების წინ იყო კარგად ცნობილი, თუმცა ქვეყანაში არსებული ქაოსისა და არასტაბილური პერიოდის გამო უნიკალური მეთოდით მკურნალობა შეუძლებელი გახდა. დღეს უკვე ეს შესაძლებლობა კვლავ არსებობს და იამი კათეტერი საქართველოში ახალ სიცოცხლეს იწყებს. ჩვენ ამ მეთოდს ვიყენებდით 90-იან წლებში, როდესაც შემოდიოდა მოცემული დანადგარი თუ აპარატი, როგორც დავარქვათ ამ რეზინის მილს საქართველოში. მე რატომღაც შეწყდა მისი შემოსვლა, ხოლო ეხლა კონგრესი რო ჩატარდა შემოდგომაზე საქართველოში, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ იტალიიდან, ამერიკიდან, გერმანიიდან, იყო ბატონ პროფესორი კოზლოვიც, რომელმაც შექმნა, გამოიგონა ეს იამიკის კათეტერი. და სწორედ ამ დროს ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო იყო დაუკავშირდით პირადად მას, ვთხოვეთ რომ გამოეგზავნა წარმომადგენლები და ჩვენთან კლინიკაში ექიმებმა მოვითხოვეთ რომ კალკურცხერის ეროვნულ ცენტრში ჯაფარიძე ქევანიშვილის კლინიკაში შემოეტანათ ეს დანადგარი, რაც გაგვიადვილებს რასაკვირველია პაციენტის მკურნალობას და რომლის გამოყენებაც შესაძლებელია ასევე პატარა ბავშვებში, მცირეწლოვანი 10, 8, 10, 12 წლის ასაკის ბავშვებში, როდესაც პუნქციის მეთოდით შესვლა შეუძლებელია. გარდა ამისა, შესაძლებელია ადრეულ ეტაპზე თავიდან აგვარიდოს ზოგიერთი ქირურგიული ჩარევებიც კი. და ბოლოს ერთგვარი რეზიუმეს სახით: მინიმალური დანახარჯები, მინიმალური ინვაზია და მაქსიმალური ეფექტი. ასეთია იამიკ სინუს კათეტერის გამოყენების შედეგი. შედეგი, რომელიც დაგვეთანხმებით ჩვენი სიუჟეტის ნახვის შემდეგ თქვენთვისაც თვალსაჩინოა.